რამდენი ადამიანი ჩადის Dato, მოგესალმები გიო, მოგესალმები, მოკლედ ბიჭები აქტუალურები არიან ამ ავტომობილით, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე. მსგავსი ავტომობილი ჯერ საქართველოში, რასაც ქვია ტაქსი არ დადის და არის ბიზნეს კლასის. დიახ. GB, ეს უშუალოდ არის ჩემი ავტომობილი, ხო? კეთი, მოდი. Dato, ეს არის სწრაფი დამტენი. და ეს უშუალოდ ეს ჩემი პირადი ავტომობილი რამდენ კილომეტრს გადის? 560 კილომეტრს გადის ერთი დამუხტით. და ასეთ ავტომობილს ჩვენ რამდენად ვყიდით? $18,900. ელექტრო, 100% ელექტრო. ელექტრო. და ეს არის სახელმწიფო კომპანიის შექმნილი, ხო? დიახ. რომელიც არის 10 წლიანი გარანტიით. დიახ. უყურე. მეორე ვარიანტი რა ყავს? იგივე, ზუსტად იგივე 460 კილომეტრი რესურსით $16,900. ახლა ესეთ ფაში რო ჩავიდეს ქეთი და უნდოდეს ჩინეთის პეკინის ქარხანაში. ვინ მისცემს? ხო, არავინ არ მისცემს. და ესეთ ფაში ავტომობილი ბიზნეს კლასის საქართველოში კი არა, ქარხანაში არ არის. ექსკლუზიურად ჩვენთან. იტენება რამდენ წუთში? 40 წუთში იტენება. 40 წუთში მთლიანად იტენება. ძალიან კარგი. მობრძანით. აი შეხედეთ. ეს არის რას ეძახიან კარებს? ლონგი. დიდი. ვერსია, ძელი ვერსია, დიახ. აი შალვა ცისხვაია რომ მოვიდეს და წესიერად დაждდეს, ხო? დიახ. იმისთვის არის გათვალისწინებული. კარგი. ალუმინის დისკები, ტყავის სალონი და რამე თუ არსებობს, ყველაფერი აქვს ამ ავტომობილს, ხო? ყველაფერი. ასეთი ტაქსი ბიზნეს კლასი საქართველოში დადის? მართალი თქვი? არა. არ დადის. მხოლოდ ჩვენი. მხოლოდ ჩვენი. კარგი. ახლა მე რა მინდა? რა აინტერესებს მოსახლეობას? დიდი მოთქმა. რაც მთავარია, ეს არის ზუსტად ტაქსისთვის გაკეთებული, ხო? დიახ, დიდი გიო, ეს არის უშუალო ტაქსისთვის. დიახ, ზუსტად ტაქსისთვის არის ეს მანქანა გათვლილი, ითვლება ბიზნეს კლასში და ტაქსებისთვის რაც მთავარი არის, უკანა სავარძლები, კომფორტი, მომხმარებელს უნდა ქონდეს ძალიან დიდი კომფორტი მანქანაში და იმგზავროს ძალიან კარგად. კომფორტულია, რაც მთავარია, ტაქსის უწევს მარტო დატენვა ამ მანქანის, არ ძეთი შეცვლა და არაფერი არ უწევს. ფასი ხო თქვი? ძალიან მაგარია. მოდი, ახლა თქვენ გააღეთ ბაგაჟნიკი. თავარი ტაქსისთვის, ბიჭებო, არის ბაგაჟნიკი. უყურეთ როგორ არის. ახლა ჩვენ ნახოთ თუ რამდენი ქეთი მოიწია, ქეთი. თუ რამდენი სუნკა, ეგრეთ წოდებული სუნკა ეტევა თვითონ ამ ავტომობილში. ბიჭებო, ჩამოიტანეთ 1 2 3 4 5 აი თქვენ ნახეთ. აი უყურეთ. აი საბარგული პროსტო აჩვენე. ქეთი, საბარგული აჩვენე. აი შეხედეთ რა მოდენა საბარგულია. აი ამიტომ ვამბობ ჩვენ რომ ეს არის ბიზნეს კლასის ტაქსისთვის ქარხანა, მე ზუსტად ტაქსისთვის გამოვუშვა. აი შეხედეთ. აი უყურეთ 1 აი 1 2 3 4 5 6 აი 7 ჩემოდანი აი რა უნდა გზავს აეროპორტში როცა მოდის აი შეხედე ამდენი სუნკა ჩადის აქ მოდი ახლა თავარი რამდენი ადამიანი ჩადის ამ ავტომობილში თქვენ იქიდან დაიწყეთ კი ბატონო მოდი რამდენი ადამიანი ჩადის ამ მანქანაში მოდი დავიწყოთ ჩამოდი 1 2 3 4 5 6 7 8
8 ადამიანი იჯდება ამ ავტომობილში. აი წარმოიდგინეთ თქვენ. აი ეს არის ბიზნეს კლასის ავტომობილი და ეს არის ტაქსი. და გიო, მოდი ეს ავტომობილი რატო არ უნდა ყავდეს დღეს ყველა ტაქსი მძღოლს? შენ რა გინდა? გამარჯობა. მარი გამარჯობა. მე აქ დაგხვდით. შენ სად მიდიხარ? დუბაიში. მოგზავნით? წავედით დუბაიში ყველა ერთად. ჩემოდნები ხომ მზად მაქვს? ავტომობილი არის. დუბაიში გინდა წასვლა ამ ავტომობილით? ყველას წავიყვან, მარტო არ მინდა. ამ ბიჭებს ყველას წაიყვან? ყველას გოგოებს, ქეთისაც. როგორი ავტომობილია? ძალიან მაგარი, აი ეს ძალიან ბიზნესისთვის ხო ძალიან მაგარია. ოჯახისთვის, აი არ ვიცი, აი სამამტყობოებისთვის, რესტორნებისთვის, ოჯახისთვის, მოსახმარებლად, ტაქსისთვის, სასტუმროებისთვის არის ზედ გამოჭრილი. მსგავსი ავტომობილი, აჩვენეთ, მსგავსი ავტომობილი ჯერ ჩინეთის ქარხანას არ გამოუშვია ავტომობილს, რომელსაც ამოდენა გარანტია აქვს. ეს არის ზუსტად ტაქსისთვის გამოშვებული. მოკლედ, გაყიდვებში ლიდერები ხართ. გისურვებთ წარმატებას და მინდა მოსახლეობას უთხრა, რომ ან რამენაირად კიდევ დაეხმარეთ, ვინც ამ საქმეზე მუშაობს. ჩვენი პირადი ავტომობილები უკვე ჩვენ ძალიან ბევრი გვეყოლება, ხომ არის? ძალიან ბევრი გვეყოლება. მოთხოვნიდან გამომდინარე უნდა დავამატოთ. ზუსტად ეს ავტომობილი, ზუსტად ესეთი დაბრენდილი ძალიან მალე მოემსახურება ბიზნეს კლასის. ჩვენ ვაკეთებთ ესეთ სისტემას. მხოლოდ და მხოლოდ ბიზნეს კლასის ტაქსები იქნება გამოძახებით და ჩვენი ცენტრებიდან გავა და რავით მოემსახურებიან როგორც ტაქსი ისე არა, ეს არის ბიზნეს კლასის ავტომობილი. მოდი კიდევ ერჯერ სულით და გულით გავაკეთეთ ეს ჩვენ მოსახლეობისთვის. ესეთ ფასში. რა ფასი თქვი? 560 კილომეტრს რომელიც გადის ავტომობილი, ის არის $18900, რომელიც გადის 460 კილომეტრს, ის არის $16900. ვინმე ამ ავტომობილით უკმაყოფილო არის? ყველა კმაყოფილია, დიდი გარანტია გაქვთ და რაც თავარია, სრული სასერვისო მომსახურება მათე მოტორში. როცა იძახიან რომ მე დილერი ვარ, ისი დილერი ხარ, ბიძია? ბინების ქვეშ წელიწადში ყიდის 3 მანქანას, ხო? სიტყვაზე თქვა და დადიხარ და დილერი ვარ. მე მინდა მოსახლეობას უთხრა, რომ ავტომობილი იყიდეთ იქ, სადაც პატრონი ყავს. როგორ შეიძლება დილერობა? არც ერთი დილერი საქართველოში არ არის, რომელსაც არ აქვს თვითონ თავისი სერვიზი ადგილზე. ცენტრი სადაც არ არის და ევრო სტანდარტებით გაკეთებული თვითონ შოურუმი, ხო? არც ერთი დილერი არ არის და ეს დილერობა კიდევ მე რა გითხარით? ჩადი პეკინში და $100 მოგცემე რამდესაც გინდა, იმიტომ რომ იქ ერთ ბრენდს მილიონი დილერი ყავს და ნებისმიერი დილერი მოგცემს ამ საბუთს, ხო? აქ თავარი რა არის? ავტომობილი, ხარისხი და მანქანის გაყიდვა რაოდენობის მიხედვით. და რამე ჯერ იყო ისეთი რამე, რომ ჩვენ ამ 2 წლის განმავლობაში მანქანა ვერ შევაკეთეთ. ერთი პრობლემა გვქონდა მარტო ჩვენ, როცა მარი გავყიდეთ ავტომობილი და მენიუ ქონდა ჩინური და ვერ გადავიყვანეთ. მაგრამ მაგასაც რაღაცას ვიზამთ. მოდი, მოსახლეობას კიდევ ერჯერ უთხრათ, რომ ეს ჩვენი ავტომობილები არის ბიზნეს კლასის და გამოიყენონ როგორც მათ ჭირდებათ, ლიზინგით გინდათ თუ ბანკით გინდათ, გააკეთეთ, პრობლემა არ არის. ჩვენ რაც თავარი ავტომობილს მოგცემთ, რამდენსაც გინდა და საგარანტიოდ კიდე ქუთაისში გინდა თუ ბათუმში გინდა, ჩვენ მოგემსახურებით. გისურვებთ წარმატებას, რაც შეგვიძლია, იმას ვაკეთებთ ჩვენ.